Christe აღდგა. Christe აღდგა. Christe აღდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისად მიგდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო. ეს ჩვენ ვიხსენებთ თუ როგორ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღადგინა ბითესდას საბანელში, ანუ რომელიც არის იერუსალიმში და დღესაც არის ეს საბანელი, ანუ აუზი, რომელიც განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ შიგ ყოფილიყო გამბანილი ცხვარი, რომელიც იერუსალიმის ტაძარში მიჰყავდათ სხვებს შეწირვისათვის. და აი ამ ბითესდას საბანელში თუ როგორ განკურნა მაცხოვარმა 38 წლის მანძილზე დამბლადაცემული, ანუ განრგვეული ადამიანი, აი ამ მოვლენას ვიხსენებთ. კიდევ ერთხელ ჩვენ შევეხებით ღვთის მოწყალებასა და მის სასწაულს მოქმედებას. კიდევ ერთხელ გვახსენებთ ჩვენ წმინდა სახარებამ, რომ უფალი არის ჭეშმარიტი მკურნალი სულისა და ხორცისა. და ამავ დროს წმინდა სახარება ჩვენ გვიჩვენებს თუ როგორი არის დამოკიდებულება ქრისტესი ადამიანისადმი, როგორი არის დამოკიდებულება ქრისტესი ღვთის წინაშე სიმართლისადმი. როდესაც მაცხოვარი მივიდა საბანელთან, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი მან. ეს ხალხი პრაქტიკულად მუდმივად იქ იმყოფებოდნენ, ეს იყვნენ ძიმესენი დაავადებული ადამიანები. რა თქმა უნდა, იყო მათ შორის ისინიც, ვინც მოიყვანა ახლობელმა, ოჯახის წევრმა, მეგობარმა. დღესასწაული ახლოვდებოდა. რომელი დღესასწაული იყო, ამაზე წმინდა სახარება ჩვენ არ გვეუბნება, მაგრამ რომელიღაც დღესასწაული ძალზე მნიშვნელოვანი ებრაელთა ერისათვის. და აი ამ დღესასწაულზე წელიწადში ერთხელ ანგელოსი უფლისა გარდა მოდიოდა და აღამღვრებდა ამ წყალს და პირველი ვინც შევიდოდა ამ წყალში, ის განიკურნებოდა. ეს იცოდა მთელმა ისრაელმა. ამიტომაც მრავალი ხალხი იკრიბებოდა ამ დღისთვის. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელიც პრაქტიკულად მუდმივად იქ იმყოფებოდნენ. და ასეთი იყო ეს განრგვეული ადამიანი. 38 წლის განმავლობაში ის დაავადებული იყო ამ სენით, დამბლადაცემული. ის ხედავდა, მას ესმოდა, მაგრამ ის ვერ მოძრაობდა. და ამ წლების მანძილზე ის ხედავდა თუ როგორ რომელიღაც ადამიანი, რომელიც მოასწრებდა შესვლას პირველი, განკურნებული ამოდიოდა ამ საბანელიდან. და ამ ადამიანს არ ყავდა არავინ, ვისაც შეეძლო რომ მიეყვანა ის ამ აუზის კიდესთან და წყლის ამღვრების დროს ის აუზში ჩაესვა. ეთყობა გარდაცვლილი იყვნენ მისი მშობლები, ოჯახის წევრები არ ყავდა მას, არც ყავდა სხვა ვინმე შემწე და დამხმარე. და აი ამ ადამიანს ეუბნება მაცხოვარი, გინდა განიკურნო. და ის ეუბნება, მინდა, მაგრამ არავინ არ მყავს მე, ვინც ამ აუზში ჩამიშვებს.
მაშინ უფალი ეუბნება აღდებ და აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდეო. როგორც კი უთხრა ეს სიტყვა, იმ წამსვე დაიწყეს ამ ადამიანის კიდურებმა გამტკიცება, გაძლიერება. ჩვენ ვიცით, როდესაც ადამიანი დიდი ხანი წევს საწოლში, თუ როგორ დუნდება მისი კუნთები და ამ წოლითი რეჟიმის შემდგომ მას კიდევ ჭირდება რაღაცა დრო, რომ ამოძრავდეს. თუ ეს დიდი ხანი გრძელდება, ადამიანს თავიდან უწევს სწავლა სიარულის, თავისი სხეულის კიდურების დამორჩილების შესწავლა თავიდან უწევს. და აი აქ როგორი სასწაული ხდება 38 წლის მანძილზე დამლადაცემული ადამიანი ამ სიტყვის შემდგომ ადგება თავის ცხედარს, ანუ ეს იყო რაღაცა ფიცარნაგი, სავარაუდოდ რომელზედაც ეს ადამიანი იწვა, ამ ფიცარნაგს ხელს მოკიდებს. ეს ფიცარნაგი ხო არ არის ბუმბულის წოლა, არამედ მას რაღაც სიმძიმეც გააჩნია. მოკიდებს ამას ხელს და ის გავა ამ აუზის სივრციდან და ამას ხედავს მრავალი ადამიანი. ეს არის სასწაული ყველას წინაშე აღსრულებული. ეს არის წარმოუდგენელი რამ იქ ყოფი ადამიანებისათვის. მაგრამ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ მოქმედებს ღვთის სიტყვა იმ წუთასვე ყისიერად მოქმედებს. ღმერთმა ინება ბრძანა და აღსრულდა. ეს ღვთის ნებაში არის თავისი სიტყვის მოქმედების სიძლიერე. ზოგჯერ ღვთის სიტყვა მოქმედებს დროში და ზოგჯერ ყისიერად. ეს ღმერთი როგორც ინებებს, ისე ხდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენგან არის საჭირო თხოვნა, ისე როგორც არის ნათქვამი წმინდა სახარებაში, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ირეკლით და განგեղოს, ეძიებდით და პოვებთ. ანუ ჩვენ უნდა ვეძიოთ, ჩვენ უნდა ვითხოვოთ, ჩვენ უნდა კარზე ვაკაკუნოთ. ღმერთი აუცილებლად მოგცემს. როგორ მოგცემს და როდის მოგცემს, ეს უკვე მისი ნება. და როდესაც იხილეს გარშემო მყოფებმა ეს დამლადაცემული ადამიანი განკურნებული სრულიად, მიიყვანეს ის მოხუცებულებთან, ერის წინამძღვრებთან, დლებთან და მდელმთავრებთან და საოცარი არის ის, რომ ამ ადამიანებმა, რომელიც იყვნენ ჯულის მიმდევარნი, რომელთაც პირიქით უნდა ეხელმძღვანელად ჯულის იმ სიტყვებით, რომელზედაც მაცხოვარი ამბობს, წყალობა სურს და არა მსხვერპლიო. ამით უნდა ეხელმძღვანელად ისინი ეუბნებიან ამ ადამიანს, ვინ იყო ის, ვინც გითხრა შენ, ადექი, აღიღე ცხედარი და ვიდოდეო. იმიტომ რომ შაბათი დღე იყო. შაბათი წმინდა დღე ებრაელთათვის. მათ კი არ შეეკითხეს, ვინ იყო ის, ვინც განკურნა შენ. არამედ კითხეს, ვინ იყო ის, ვინც გითხრა, ადექი და ცხედარი შენი ვიდოდეო. იმიტომ რომ თუ შეეკითხებოდნენ, ვინ იყო ის, ვინც განკურნა შენ, ამაში
იქნებოდა გულშემატკივრობაც, ამაში იქნებოდა იმ დამლადაცემულ ადამიანთან ერთად სიხარულიც, ამაში იქნებოდა ამ სასწაულის აღიარებაც. მაგრამ ისინი ეკითხებიან, ვინ იყო, ვინც გითხრა შენ, რომ ადექი და აიღე შენი საწოლი? ეს განკითხვით დასმული შეკითხვა არის, იმიტომ რომ შაბათი დღეა, იმიტომ რომ ამ დღეს ებრაელთა წესით არაფრის გაკეთება არ შეიძლება. იმ საწოლის აღებაც კი არ შეიძლება და მისი გადატანა. და ვინ იყო ის, ვინც დაარღვია დღეს შაბათი? ამას კითხულობენ ებრაელთა ერის წინამძღოლები. აი კიდევ ერთხელ ადამიანთა სამწუხარო უბუნურება, რომელიც ჩვენს გჭირს ხშირად, რამე თუ ჩვენ ვერ ვხედავთ ის, რაც პირველხარისხოვანია, ის, რაც მნიშვნელოვანია და ხშირად მეორე ხარისხოვანს, სრულებით უმნიშვნელო რამეს წამოვეკიდებით. უფრო მეტიც ხშირად უნდათ, რომ ჩვენგან დამალონ ის, რაც არის მნიშვნელოვანი და პირველ ხარისხოვანი და წარმოაჩინონ ის, რაც არის უმნიშვნელო და მაშინ ჩვენ მემსგავსებით იმ ძაღლებს, რომელზედაც აბა დოროთეს აქვს ნათქვამი, ძაღლსო, ქვას რომ ესვრიო, ან გადაუგდება ქვასო, ის იმ ქვას მისდევსო, ხოლო ავიწყდება ხელი, რომელმაც ეს ქვა გაისროლაო. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელო, თუ გსურს რომ შევძლოთ, ვისწავლოთ, რათა განვასხვავოთ სიმართლე და სიცრუე, სიკეთე და ბოროტება, ნიშნულოვანი ღვთის წინაშე და უმნიშვნელო უფლისათვის, ამისათვის ჩვენ გვჭირდება ღმერთთან ყოფნა, მუდმივად ღმერთთან ყოფნა. ყოფნა ჩვენი სულით, ჩვენი გულით და ჩვენი გონებით, ისე როგორც ამას ძანებს მაცხოვარი წმინდა წერილში. გონებით ვართ, როცა ჩვენ ლოცულობთ. სულით ვართ, როდესაც ჩვენ ღვთის სიტყვას ვისმენთ, კითხულობთ მის წერილს, მის სიტყვებს წმინდა წერილში. გულით ვართ, როდესაც ჩვენს გულში ვებრძვით ბოროტებას და ვცდილობთ, რომ სიკეთე გამრავლდეს და გრძნობთ გულის ღვიერებას და სიყვარულს, მოყვასისა და გრძნობთ მადლიერებას ღვთისას. ამას უნდა ვცდილობდეთ ქრისტეს მიერ საყვარელო. და მაშინ ღვთის ნებაც აღსრულდება ჩვენზე და ღვთის სიტყვაც ყისიერად იმოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც განკურნების შემდგომ ამ დამლადაცემულმა ადამიანმა კვლავ იხილა მაცხოვარმა უთხრა მას შემდეგი სიტყვები: ნუ სცოდავ მეცო. რამე თუ შენი უკანასკნელი პირველზე უარესი არ იყოს. ნუ სცოდავ მეც. აი ეს უნდა გვახსოვდეს ქრისტეს მიერ საყვარელო. ჩვენ მოვდივართ ტაძარში, ჩვენ მოვდივართ ღმერთთან, ჩვენ მოვდივართ არა მღვდელთან, არამედ ღმერთთან. ჩვენ ვდგევართ წმინდა სახურებაზე, ჩვენ ვდგევართ ღვთის წინაშე. ჩვენ ლოცულობთ და ამ დროს ღმერთს მივმართავთ ჩვენ ვეზიარებით და ჩვენში შემოდის
ქრისტე მთელი სისრულით ჩვენ თანაზიარნი ხვდებით ღვთისა ჩვენ ვამბობთ აღსარებას და ღებულობთ მიტევებას ცოდვათა ღვთისაგან მიტევებას ყველა აღიარებული ცოდვის და ამის შემდგომ როდესაც ჩვენ კვლავ ვცოდავთ მაშინ ჩვენ უფლის სიტყვას და მცნებას ვარღვევთ ნუ ვცოდავ მეც ჩვენ ეს გვავიწყდება ზოგჯერ უფრო უარესიც ვივიწყებთ ამას ძალით და მაშინ შესაძლებელია რომ ჩვენი ვითარებ მდგომარეობა ამის შემდგომ უფრო უარესი და მძიმე იყოს ვიდრე ეს იყო მანამდე ვიდრე ჩვენ მოვიდოდით ტაძარში აი ეს უნდა გვახსოვდეს ქრისტეს მიერ საყვარელი და უნდა ვცდილობდეთ რომ ვიყვეთ უფალთან ჩვენი გულით, სულით, ჩვენი გონებით და მთელი ჩვენი ძალით. ის ძალაც მოგცეს ღმერთმა ყველას ამინ. Χριστέ აღდგა. Χριστέ აღდგა. Χριστέ აღდგა.